აქ ბიჭო რატო იწევ? თებერვალს უწყვეტი პროტესტის 75 ღამეს ქართული ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე 6 ადამიანი დააკავეს. მათგან 2 ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა, რომელთა შორის პარტია გახარია საქართველოსთვის წევრი ლევან გოგიჩაიშვილია. ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც აქციაზე ოცნების პოლიციამ ძალის გამოყენებით დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმის წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2 მუხლით დაიწყო. პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა და გზის გადაკეტვა. თებერვლის ღამეს პარლამენტის წინ შეკრებილ პროევროპული აქციის მონაწილეებს ქართული ოცნების პოლიცია გზის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მოქალაქეების დაკავება მაშინ დაიწყეს, როცა პროტესტის მონაწილეები გზის გადაკეტვას ცდილობდნენ. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე გოგა მემანიშვილი ამტკიცებდა, რომ აქციის მონაწილეების მხრიდან გზის გადაკეტვის მცდელობა ხელოვნური იყო. თქვენ არ გადადით. გასაგები ადგილია, ავადმყოფი. აკრავებენ მიხეცას. რატო აკრავენ? აიძე ნორმალურ. გადაიწიე შენ. სანამ ხარის გადაიწიე. გადაიწიე შენ. შენ და მაგითო ადგილია. საბოლოოდ პროევროპული აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირის გადაკეტვა მაინც შეძლეს, რის შემდეგაც საპატრულო პოლიციის და ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტროს ნიღბიანი თანამშრომლების ნაწილმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დატოვა. ნოემბერს უწყვეტი საპროტესტო აქციების დაწყებიდან პროევროპული აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე იკრიბებიან და საავტომობილო გზას კეტავენ. აქციის მონაწილეებს 2 მთავარი მოთხოვნა აქვთ: ახალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები და პროევროპული პროტესტის დროს უკანონოდ დაკავებული პირების გათავისუფლება.